1921 წლის 25 თებერვალს ოჯორთან და ტაბახმელასთან ბრძოლების შემდეგ თბილისში ბოლშევიკური რუსეთის არმიის ნაწილები შემოვიდა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. ასე უპატაკა კრემლს რევკომის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ თბილისის აღება. საქართველოს მთავრობა თითქმის მთელი შემადგენლობით ბათუმის გავლით საფრანგეთში გაიქცა, თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამით არ შეწყვეტილა. ემიგრაციაში წასული ხელისუფლება ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კავკასიისაკენ მიეპყრო. პარალელურად საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებები იგეგმებოდა. 1921 წელსვე აჯანყება მიფეთქა სვანეთში, ხოლო მოგვიანებით ამბოხების ეპიცენტრი უკვე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. რუსეთის ველური ურდუები შემოესია 100 წლის მონობისაგან გათავისუფლების საქართველოს და კვლავ ცეცხლითა და მახვილითაა ოხრა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები ციხეებია ავსილი. საქართველოს დახსნა, ეროვნული მონობის უღლისაგან და ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა. აი ერთადერთი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი რაზმები და რომელიც ჩვენივე სისხლით აღბეჭდილია ჩვენ სამფეროვან დროშაზე. სამშობლოს ერთგულნო, საქართველოს მტრების განკითხვის დრო მოახლოებულია. მათ აამხედრეს თავის მოწინააღმდეგე მთელი კულტურული კაცობრიობა. ვიყვნეთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი. სალამი თქვენ და გამარჯვება საქართველოს. 1922 წელი, კახეთი, კაკუცა ჩოლოხაშვილი. 1922 წლის აგვისტოში აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი ქაიხოსრო კაკუცა ჩოლოხაშვილი მეთაურობდა. აჯანყების ცენტრი დუშეთში იყო. აქ წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად ამბოხებულთა რაზმები იყრიდნენ თავს. გამოსვლას თბილისიდან ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან ახლად შექმნილი სამხედრო ცენტრი მართავდა, რომლის თავმჯდომარეც გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძის დიშვილი კონსტანტინე აფხაზი იყო. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს იმ დროის ხელმძღვანელი ელისე პატარიძე 1965 წელს რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში სამხედრო ცენტრისა და პარიტეტული კომიტეტის შექმნის ამ ამბებს ასე იხსენებს. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა ჯარის წმინდა ქართული ნაწილები ქართველი ღენერლების მეთაურობით. დამკომთან პარალელურად შეიქმნა სამხედრო ცენტრი კონსტანტინე აფხაზის მეთაურობით, რომელშიაც რამოდენიმე ქართველი ღენერალი და უფროსი ოფიცერი შედიოდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საერთო აჯანყებისათვის კონსპირატიული მუშაობა და სამზადისი საოკუპაციო ჯარების რკალში მომწყდეული ქვეყანაში მიმდინარეობდა. ბოლშევიკების მოწინააღმდეგეებს საერთო გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდათ. როგორც კი რუსული ჯარი აჯანყებულებთან საომრად გაიგზავნებოდა, მათ ზურგიდან თავს დაესხმოდა სოციალ-დემოკრატი მიხეილ ლაშქარაშვილი ქართველთა რაზმით. ორმხრივი დარტყმის შემდეგ, რასაც მტრის განადგურება უნდა მოჰყოლოდა, გამარჯვებულები ჩოლოხაშვილის მეთაურობით პირდაპირ თბილისის დასაუფლებად დაიძრებოდნენ. პარალელურად აჯანყებები უნდა დაწყებულიყო გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, ქართლისა და კახეთის ყველა მაზრაში. წითელი არმიის განდევნის შემდეგ ხელისუფლებას იღებდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, იგივე პარიტეტული კომიტეტი. გამარჯვების შემდეგ ემიგრაციიდან მთავრობის დაბრუნებისთანავე ახალი არჩევნები დაინიშნებოდა. რუსეთის ჯარი დუშეთისაკენ დაიძრა. მის ხელმძღვანელად დაინიშნა პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, რომელიც ფარულად პარიტეტული კომიტეტის წევრი იყო. იმ პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე დავით ვაჩნაძე წერს. მივდივარ ფრონტზე. შემომივარდა როსტომი დანიშნულ ფინაზე. დუშეთის ახლოს ზურგის რაზმის დაგროვება წესიერად მიმდინარეობს. ქართლიდან მიეხმარებიან. გავავი მათთან მჭიდრო კავშირი. ახლა კი იმედი მაქვს, ჩემი გეგმა სავსებით განვახორციელო. გამარჯვება ან სიკვდილი. აჯანყების დაწყებას ბოლო მომენტში მხარი არ დაუჭირა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. პარტიის კომიტეტმა სხდომაზე აჯანყების დაწყება ნაადრევად მიიჩნია. შეიარაღებული გამოსვლებით დაგმო
და გადაწყვეტილება უკვე ფრონტზე გასულ თავის წევრებსაც გაუგზავნა. ეს რომ შეიტყვეს შოლოყაშვილის დასახმარებლად წასულმა სოციალ-დემოკრატებმა, ქართლში შეყრილი რაზმები დაშალეს და უკან გამობრუნდნენ. უსხელიშვილი რუსების ჯარით დუშეთს ქაქუცას ბანაკს მიერთა, სადაც მათ სასტიკი მარცხი განიცადეს. წითელი არმიის ნაწილები მოგვიანებით ახალი ძალების შევსების შემდეგ კვლავ დუშეთისაგან გაემართნენ და მცირერიცხოვანი აჯანყებულები ალყაში მოაქციეს. ჩოლოყაშვილმა გააფთრებული იერიში თალყა გაარღვია და კახეთისაკენ გაიხიზნა. რუსები ხევსურეთს შეესივნენ და იქაურობა აოხრეს, ხოლო თბილისში სასტიკი რეპრესიები და დახვრეტები დაიწყეს. ასე დასრულდა 1922 წლის აღმოსავლეთ საქართველოს აჯანყება. სამხედრო ცენტრის წევრის იასონ კერესელიძის შვილი ვახტანგ კერესელიძე გადმოგვცემს. და მაშინ დაიწყო მთელი უბედურობა საქართველოში. სისხლი, დასმენა და საშინელი უსამართლობა დაანგრევა ჩვენი ტაძრებისა, ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფა და თუ ასე შეიძლება ითქვას, ხალხის სულში ჩაფურთხება. ვინ იყვნენ ეს ხელისუფალნი? მათ არავითარი გავლენა ქართულ საზოგადოებაში არ გააჩნდათ და ისინი ვერასოდეს ვერ მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში, ვინაიდან მათ არავინ არ აირჩევდა, არც არავინ იცნობდა. ისინი მოყვენ უკან ან მოუძღოდან წინ მე-11 არმიას, რომელმაც 2 თუ 3 კვირის განმავლობაში ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ, დახოცა ქართველი ჭაბუკები და ეს ადამიანები, ქართველი ბოლშევიკები, რომლებსაც ქართველი გარემგვარები ჰქონდათ, შემოუძღონ ამ ჯარს და მათი მეშვეობით დაჯდნენ ხელისუფლების სათავეში. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა უფრო და უფრო აქტიური ხდებოდა. საფრანგეთში გახიზნული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ევროპულ სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ამიერკავკასიის ქვეყნები ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ. სამწუხაროდ ერთა ლიგისა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რუსეთის მიმართ საპროტესტო განცხადების გაკეთების გარდა, ევროპის სახელმწიფოებს პრაქტიკულად არაფერი მოუმოქმედებიათ. იმ პერიოდის დასავლეთი პირველი მსოფლიო ომის ჭრილობებს იშუშევდა და კავკასიის საკითხებისადმი დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. 1922 წელს რუსეთმა და გერმანიამ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნისათვის რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უფრო ბევრს ნიშნავდა, ვიდრე ამიერკავკასიის პრობლემები. საგანგებო კომისია, იგივე ჩეკა, აგენტურის მეშვეობით ცდილობდა აჯანყებულთა მოთავეების ვინაობა დაედგინა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. სამხედრო ცენტრი და დამოუკიდებლობის კომიტეტი პარიზში ემიგრაციაში წასულ მთავრობასთან შეთანხმებით ახალ აჯანყებას გეგმავდა. მამაშენს დავალებული ჰქონდა პარიტეტული კომიტეტის მიერ, რომ შეხვედროდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს კახეთში, ან ხევსურეთში, საცა მას ჰქონდა თავისი მოქმედების არეალი და ამ კავშირის მეშვეობით ამყარებდა პარიტეტულ კომიტეტთან ურთიერთობას. კერესელიძე მამაჩემი დადიოდა იქ როგორც წიგნების გამავრცელებელი, ვინაიდან მამაჩემი იყო წიგნების გამომცემელი, სცემდა წიგნებს, ავარებდა ბუკინისტურ მაღაზიებს და ისინი ყიდდნენ. თბილისში კომუნისტების წინააღმდეგ მიტინგები და დემონსტრაციები იმართებოდა, სადაც ხელისუფლებას ანტიქართული პოლიტიკის გატარებაში, საარჩევნო უბნების დარბევაში, პოლიტპატიმრების დახვრეტასა და ერის მოღალატეობაში სდებდნენ ბრალს. იმავე ხანებში საქართველოს დედაქალაქ თბილისში და პროვინციების ქალაქებში სპონტანიურსა და ხშირად მოფიქრებულ დაგეგმილ მშვიდობიანი ხასიათის გამოსვლებსა და დემონსტრაციებს ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით 26 მაისის და საქართველოს დაპყრობის თებერვლის დღეებში. ეს მშვიდობიანი გამოსვლები უამრავ ძალთა დატვირთვადებითა და ხშირად ხელჩართული ბრძოლიდაც კი თავდებოდა. მიუხედავად საოკუპაციო ჯარის თარეშის და ხელისუფლების დრაკონიული ზომებისა, ქართველი ხალხი იმ დიდი ამბვისათვის ემზადებოდა,
რომელიც საქართველოს ისტორიაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით არის ცნობილი. საქართველოში ხალხის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას საქართველოს ტერიტორიების მიმართ რუს და ქართულ კომუნისტთა დამოკიდებულება იწვევდა. ამ დროს საბჭოთა რუსეთისაგან თურქეთს გადაეცა რამდენიმე ოლქი, სადაც 164,000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა. სომხეთს ბორჩალოს მაზრის ნაწილი, ხოლო აზერბაიჯანს ჰერეთი, დღევანდელი საინგილო. საქართველოს რუკაზე გაჩნდა აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში დაიხურა და დაინგრა ასობით ეკლესია. პარტიული უჯრედებისა და კომიტეტების დავალებით მარტო 1923 წელს დაიხურა 1500-ზე მეტი ეკლესია. დაიწყო შეჯიბრი მაზრებს შორის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთ მაზრაში არც ერთი ეკლესია აღარ დარჩა. ხოლო სვანეთში ეკლესიების შემდეგ უკვე კოშკების ნგრევასაც მიჰყვეს ხელი. იმავე წლებში დააპატიმრეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელსაც ჩეკამ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დასდო ბრალი. ხელაიას მიმართ ეგრეთ წოდებული კომპრომატი მის მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვა აღმოჩნდა, სადაც პატრიარქი რუს და ქართულ კომუნისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაში, თავისუფალი აზრის დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებდა. სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემს სამშობლოს. ძორი ჩემო ჯალათებო თქვენ და რაც გინდათ ის ვხავით მათ. ასეთი პასუხი გასცა ხელაიამ ჩეკას საპატიმროში საგანგებო კომისიის წარმომადგენლებს. 1922 წლის აპრილ-მაისში გამართული გენუის კონფერენცია პირველი სერიოზული ცდა იყო მოწესრიგებულიყო საერთო ევროპული პრობლემები. აქ თავი მოიყარეს ევროპის 29 სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა. სამწუხაროდ ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა რესპუბლიკას, საქართველოს ემიგრაციაში წასულ მთავრობასაც უარი ეთქვა კონფერენციაში მონაწილეობას. კონფერენციაზე განიხილეს ამიერკავკასიის საკითხები, მისი ბუნებრივი სიმდიდრეები. დელეგატები გაეცნეს სვანეთის აჯანყებას და პატრიარქის წერილსაც, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა კონფერენციაზე კავკასიაში დამოუკიდებლობისათვის არსებული გამოსვლები უარყო. კონფერენციამ კავკასიის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიიღო. იმ პერიოდში უკვე ევროპის სახელმწიფოები ბოლშევიკურ რუსეთთან კავშირს უფრო დიდ მნიშვნელობას არიჭებდნენ, ვიდრე ამიერკავკასიის ნედლეულს და მის სტრატეგიულ მდებარეობას. 1922 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან საზღვარგარეთის ბიუროს რწმუნებით დაბრუნდა ნოე ხომერიკი, ჟორდანიას მთავრობისა და მენშევიკური პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ხომერიკი აჯანყების მომზადებაში პარიტეტული კომიტეტის თითქმის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 1923 წლის თებერვალში ჩეკამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრის ვინმე კალე მესაბიშვილის ჯაშუშობის წყალობით მოახერხა აჯანყების დამწყებთა მთავარი ბირთვის ვინაობის დადგენა. დაიწყო დაპატიმრებები. შინაგანმა გამცემმა ისევ ქართველმა, აბა გამცემს და მოღალატეს საქართველოში რა გამოლებს. გასცა ეს პარიტეტული კომიტეტი, გვარი ცნობილია, მე ეს გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ გაზეთებში არის გაბნეული მისი გვარი, რომელიც ქართველებმა ჩააძაღლეს რომელიღაც სადარბაზოში. და ამ გაცემის შედეგად აიყვანეს ყველა ეს 15 კაცი პარიტეტული კომიტეტის წევრები. როდესაც მამაჩემი თურმე შემოდიოდა ეზოში და მუშა მოყობოდა წინ რაღაც პროდუქტები შეეძინა და დიდი კალათი ჰქონდა აკიდებული მხარზე მუშას, მუშა რო შემოვიდა და მამაჩემი ქვის კიბეებზე ამოდიოდა ჩვენ სახლს, დღესაც იგივე ქვის კიბეები აქვს, შემოვარდნენ ეზოში მიმალული რამოდენიმე ჩეკისტი, როგორც ამობენ 4 თუ 5 კაცი, ნახევარ ტყავის პალტოიანები, ხელში შემართული პისტოლეტებით, რუკი ვერ ხვდა იყვირეს და მამაჩემი
დააპატიმრეს და წაიყვანეს. დააპატიმრეს ყველა ეჭმიდანილი. მათ შორის სამხედრო ცენტრის უფროსი, გენერალი კონსტანტინე აფხაზი. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა დატყვევებულმა ივანე კუტათელაძემ სასტიკ წამებას ვერ გაუძლო და ფსიქიურად დაავადდა. თუმცა მოგვიანებით მას მაინც დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. 15 დაკავებულს ბრალად წაუყენეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნა და მასში მონაწილეობა, ანტანტის სასარგებლო შპიონაჟი, უშურ-გლეხური სახელმწიფოს გაცემა და ღალატი. თბილისის საზოგადოების ნაწილი შეეცადა გადაეჩინა დაკავებულები. მათ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის თავმჯდომარეს სერგო ორჯონიკიძეს თხოვეს არ დაეხვრიტა დაპატიმრებულნი. მასთან მივიდა 1923 წელს, როცა კოტე აფხაზი და მისი ჯგუფი დაპატიმრებულები იყვნენ, ქართველი მწერალი მხცოვანი ქალი ეკატერინე გაბაშვილი დაუჩოქა და შეღაღა და ეთყობა ახლოს იცნობდა, შენობით მიმართავდა სერგო ხომიცი, კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დიშვილია და შეუნარჩუნეს სიცოცხლეო. იცით რა უპასუხა? ისტორიაში ცნობილი ფაქტია ამ ნოინმა ეკატერინე გაბაშვილს. იგი მართალია ფეხზე წამოაყენა და სკამზე დასვა. გაიარ გამოიერა და თურმე უთქვია ილია ჭავჭავაძეს დიშვილი კი არა, ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რო იყოს, იმასაც დავხრიტავდითო. 1923 წლის 19 მაისს ამიერკავკასიის და საქართველოს საგანგებო კომისიების გაფართოებულმა კოლეგიამ აჯანყების 15 მონაწილეს დახვრეტა მიუსაჯა. პროცესზე არ ყოფილა ადვოკატი, არ ყოფილა პროკურორი და არ ყოფილა მოსამართლე. გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული ტროიკა იღებდა. როგორც გამოვიდა ხმა დახვრეტის წინ, მამაჩემს თურმე მაღალი სიცხე ჰქონდა. გაცილებული იყო, კანონით სიცხეანის დახვრეტა არ შეიძლებოდა, მაგრამ სად იყო კანონი, ან რომელ კანონზეა ლაპარაკი, მათთან, ამ კაცის კვლელებთან და მოღალატეებთან და თურმე მამაჩემს ისე როგორც დანარჩენებს უმღერიად ჰიმნი დიდება დახვრეტის წინ. კოტე აფხაზს უთქვამს და ჩვენი ზვარაკად დაღვრილი სისხლი იყოს მომავალი საქართველოს განთავისუფლების საწინდარი. 20 მაისს გამთენიისას 4 საათზე დახვრიტეს. გენერალი გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, ოფიცერი ფარნაოს ყარალაშვილი, ოფიცერი სიმონ მუხრამბატონი, ოფიცერი ლევან კლიმიაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე კუტათელაძე. სიკვდილს ყველა გმირულად შეხვდა. ცნობილია, რომ დახვრეტის წინ გენერალმა ანდრონიკაშვილმა მიმართა ჯალათებს. სახეზე გეტყობათ, რომ გაგვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე. თორთოდეთ, მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები იზრდებიან. 19-დან 20 მაისზე გამთენიისას ლევანის დედა, დიდედა ჩემი წამოვხტარა ყვირილით, რომ ლელო აღარ ამყავს. ზუსტად იმ დროს დაუხრეტიეთ. დიდედა ჩემი ფეხები წაერთვა მაშინ და მე აღარც გაუვლია, გარდაიცვალა 57 წლის ქალი, ფეხები მოწყვეტილი 7 წლის შემდეგ. ახლა ირკვევა, რომ ვინაიდან უნივერსიტეტს იქით შენობა არ იყო და უღრანი ადგილი იყო, ვაკის
ტერიტორიაზე უნივერსიტეტს მეორე კორპუსი რომ არის, იქით მარჯვენა მხარეს ჩამოდის მდინარე ვერე. აი ამ ფერდობზე არიან ეგენი დახვრეტილები და იქ არის ჩაფლული. 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოლომონ ზალდასტანიშვილი მოგვიანებით იხსენებს. ყველა დასტიროდა დახუპულებს. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც დიდი ხნის დაწესაღების შემდეგ კათალიკოსი ციხიდან გამოუშვეს. მან გადაწყვიტა ქაშვეთის ეკლესიაში 3 წირვა გადაეხადა. წირვა საუარებელი ხალხი დაესწრო. გამოვრძანდა თუ არა სალოცავიდან, ხალხი მუხლმოდრეკილი ქუჩით შეეგება თავის სულიერ მამას. კათალიკოსი ახელდა. თვალები ცრემლით აევსო. გადმოგვხვედა ყველას და წარმოსთქვა. ვის თქვა რომ ქართველმა ხალხმა რწმენა დაკარგა. ამ სიტყვების თქმასთან ერთად გულიც წავა. წირვა მაინც დასრულდა ხალხის ღვიძლში. ამ დღიდან იგი ლოგინად ჩავარდა. დაგანსულმა ავადმყოფობას ვერ დასძლია და მალე გარდაიცვალა კიდეც. რეპრესიები ამით არ დასრულებულა. პატიმრობაში აიყვანეს პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე. დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის უმრავლესობა. დააპატიმრეს მენშევიკთა თბილისის კომიტეტის მთლიანი შემადგენლობა. მოახდინეს რამდენიმე რაიონული პარტიული ორგანიზაციის ლიკვიდაცია. აღმოაჩინეს 4 არალეგალური სტამბა. დააკავეს ნოე ხომერიგიც, რომლის ადგილიც მოგვიანებით ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გოგიტა ფაღავამ დაიკავა. დაპატიმრებები მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე პროვინციებში. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის მირონის ცინცაძის შვილი ციალა ცინცაძე გამოუცემს. 1923 წელს იყო დააპატიმრეს, მამა სწავლობდა ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. იყო ასეთი ჩოხატაურის რაიონში ჰუმანიტარული გორაბერეჟოულის ჰუმანიტარული ტექნიკუმი, რომელიც ითვლებოდა მაშინ აი ესე თავისუფლების, თუ შეიძლება ითქვას, მათ ცენტრი იყო, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების და დემოკრატიულად განწყობილის და აი თავისუფალი საქართველოს ოცნებობდნენ ისინი. მიუხედავად ამისა, აჯანყებისათვის მზადება მაინც მიმდინარეობდა. იგივე საკითხები იხილებოდა აგრეთვე პარიზში. დევნილი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პოზიციით აუცილებელი იყო რომ აჯანყება საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და ჩრდილო კავკასიაში დაწყებულიყო. ამასთან ერთად უნდა ყოფილიყო ოსმალეთის არა მარტო ნეიტრალიტეტი, არამედ ხელშეწყობაც. მისი აზრი დევნილმა ხელისუფლებამ სხდომაზე გაიზიარა, თუმცა კავკასიის სხვა ქვეყნების აჯანყებაში ჩართვა ვერ მოხდა. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ბოლშევიკებს არ შეუწყვეტიათ აქტიური ბრძოლა თავისი კლასობრივი მტრის მენშევიკების წინააღმდეგ. ოდნავი ეჭვიც კი საკმარისი იყო, რომ კონტრრევოლუციის ბრალდებით სასამართლოს გარეშე დაეხვიდათ ან გადაესახლებინათ ეჭვმიტანილი. 1924 წლის 23 თებერვალს პარიზში საგანგებოდ შეიკრება დევნილი მთავრობა, სადაც გადაწყდა. თუ კავკასიის მასშტაბით სახალხო გამოსვლისათვის მდგომარეობა საკმარისად მომზადებულია,
აჯანყება უნდა დაიწყოს. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მთავრობა იღებდა. აჯანყების დროც დაენიშნა 1924 წლის თებერვალი. ზუსტად ამ დროს იყო დანიშნული რუსეთსა და ინგლისს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკება. გააქტიურდა პარიტეტული კომიტეტი. მათ კავშირი განაახლეს კაკუცა ჩოლოყაშვილთან, რომელიც კვლავ ტყეში იყო შეფარებული მცირე რაზმით და აჯანყების ნიშანს ელოდა. მთელი საქართველო დაიყო სამოქმედო რაიონებად. რაიონებში დაენიშნენ სარდლები და მათი თანაშემწეები. მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში ხელმძღვანელთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩავარდა. ჩეკამ ერთი მეორეს მიყოლებით პატიმრობაში აიყვანა გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ნაპოლეონ კახიანი. ამის შემდეგ ცენტრალური სამხედრო კომისია ვეღარასოდეს აღდგა. მიუხედავად ამისა, მათმა დაპატიმრებამ ხელი ვერ შეუშალა მეორე დღეს აჯანყების დაჩქარების მიზნით თბილისში პარიზიდან ჩამოსულიყო აქტიური პარტმუშაკი ვასონოდია და მასთან ერთად რამდენიმე აქტივისტი. ივნისის ბოლოს პარიტეტულმა კომიტეტმა ნოე ჟორდანიასაგან დირექტივა მიიღო აჯანყების პერსპექტიული დახასიათება და განხორციელების გზები. მიუხედავად გაძლიერებული რეპრესიებისა, დაპატიმრებებისა და თვალთვალისა, 1924 წლის მაისისთვის პარიზიდან კიდევ ერთ-ერთი მთავარი ჯგუფი ჩამოვიდა. ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი და ცინცაბაძე. საგანგებოდ შეკრებილი პარიტეტული კომიტეტი მათ დაარწმუნეს, რომ საერთაშორისო პირობები აჯანყების დაწყებას ხელს უწყობდა. პარიზში მყოფი მთავრობა და აჯანყების მეთაურები იმედოვნებდნენ, რომ აჯანყების დაწყების შემთხვევაში თუ ის რამდენიმე თვე გაგრძელდებოდა, ევროპის სახელმწიფოები კავკასიისაგან ყურადღებას გაამახვილებდნენ. რაც შემდეგ რეგიონისადმი მათ დამოკიდებულება შეცვლიდა. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას კაკუცა ჩოლოყაშვილი იღებდა თავზე, რომელიც თავიდან 600 კაცის გამოყვანის იმედს იძლეოდა. გურია 700 შეიარაღებული კაცი, ბათუმს 300 უიარო, სვანეთს 600 შეიარაღებული, სამეგრელოს რამდენიმე ასევე. აფხაზეთში ძალაუფლება სვანეთსა და სამეგრელოში აჯანყებულებს უნდა ეკდოთ ხელში. აჯანყების გეგმაში მთავრობისეული იარაღის საწყობების აღებად შედიოდა. თბილისში იმედოვნებდნენ 500 შეიარაღებული მენშევიკის, 150 ეროვნულ-დემოკრატისა და 60 ესერის გამოყვანას. არსებული ხელისუფლების ჯარის საუდენოვო საიდუმლო კრებაზე ძალდასტანიშვილმა 10-11,000 დაასახელა. შეთქმულები იმედოვნებდნენ, რომ ქართული დივიზიის ნაწილები პატრიოტული მოსაზრებებით მათ წინააღმდეგ არ ემოქმედებდნენ. აჯანყების დღეც დაენიშნა 17 აგვისტო. ომის მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. განსაზღვრული იყო მთავარი მაგისტრალური დარტყმები თბილისი და ბათუმი. პირველი როგორც დედაქალაქი და მეორე როგორც საზღვარგარეთთან ზღვით დაკავშირების საშუალება. საერთოდ კი აჯანყება უნდა დაწყებულიყო ერთ დღეს, ერთ საათს ყველგან და უეცრად, რათა საბჭოთა მთავრობაში დეზორგანიზება შეეტანათ. გეგმა და უკანასკნელი ბრძანება შიგრიგების საშუალებით პროვინციებს უკვე ჩაბარებული ჰქონდათ. კაკუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით უკვე თბილისს მოუახლოვდა. აჯანყებულები ვაზნიერში მდგარ 100 ძარბაზნიან რუსულ არტილერიას უნდა დაუფლებოდნენ და აქედანვე ნავთლუღის გზით შემოწრილიყვნენ დედაქალაქში. პარალელურად მანგლისის მხრიდან თბილისში აჯანყებულების მეორე ტალღა უნდა შემოსულიყო. მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლება, რევკომი და ჩეკა თურმე გაცილებით ორგანიზებულად და დახოცილად აღმოჩნდა მომზადებული. სწორედ ჩეკამ 7 აგვისტოს აჯანყების დაწყებამდე 10 დღით ადრე პატიმრობაში აიყვანა ვალიკო ჯუღელი, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ერთნაირად აღიარებული და პოპულარული პიროვნება, როგორც საქართველოში, ისე ემიგრანტულ ქართველობაში. ჯუღელის პირველი დაკითხვა ვინმე ჩეკისტმა მოროზოვმა აწარმოა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მან პატიმარს თვითონ გააცნო აჯანყების გეგმა, რომელიც შინაურისაგან აღმოჩნდა გაცემული. საზოწარკვეთილმა ჯუღელმა საკანში თვითმკვლელობა სცადა. მან ალესილი კოუზითა და ჟანგისაგან შეჭმული ლურსმნით მარცხენა ხელის არტერია გადაიჭრა, მაგრამ მიუსწრეს და განზრახული სიწრუნეში მოყვანა არ აცალეს. ამის შემდეგ ჯუღელის საქმეს ჩეკას უფროსი კვანტალიანი და მისი მოადგილე ლავრენტი ბერია იღებენ.
ჯუღელმა სთხოვა ბერიას მიეცა საშუალება გაერთხილებინა თანამებრძოლები, რათა უაზრო სისხლის ხრა აღარ მოხდა. ჯუღელის წერილის მიღების შემდეგ პარიტეტულმა კომიტეტმა მასთან კავშირი გაწყვეტილად გამოაცხადა და ასეთი პასუხი გასცა. გადაეცით ჩეკას და ჯუღელს, რომ არავითარ აჯანყებას არ ვაპირებთ. რევკომის ბრძანებით მანევრებზე გაშვებული ჯარი სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა. ქალაქს ალყა შემოარტყა და შიგნით გზაჯვარედინებზე ჩასაბრძა. გამოცხადდა საგანგებო წესები. საღამოს 9 საათის შემდეგ ქალაქში შემოსვლა და გასვლა სასტიკად აიკრძალა. დაიწყო მასიური დაპატიმრებები. პარალელურად კომუნისტებმა რეპრესიები გააჩაღეს პროვინციებში. ასეთი სიტუაციის გამო გამარჯვების იმედი დაკარგა თვით მთავარსარდალმა სპირიდონ ჭავჭავაძემაც. ვინაიდან თბილისი საგანგებოდ გაემაგრებინათ, მეორე დღეს დამკომის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა აჯანყების ეპიცენტრი დედაქალაქი კი არა, პროვინციები ყოფილიყო. ამავე დროს აჯანყების თარიღი რამდენიმე დღით გადაეტანათ, რამაც ჩოლოყაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. საბოლოოდ აჯანყების დაწყების დრო 29 აგვისტოს 2 საათი დასახელდა. თუმცა აჯანყება 29 აგვისტოს ნაცვლად ჭიათურაში რატომღაც 28-ში დაიწყო. ერთბაშად საყვირების ხმამ შეარყია ყვირილას ხეობა. მთელი ქალაქი, ჭიათურის მუშები და ახლომახლო სოფლების გლეხობა ეროვნული დროშების ფრიალით აცხადებდნენ საქართველოს გათავისუფლებას და დამოუკიდებლობის აღდგენას. სამწუხაროდ ამ გამოსვლის ამბავი არ შეუძლია აჯანყების ხელმძღვანელობას. რევკომმა, ჩეკამ და ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტმა სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით გასცეს ბრძანება ჭიათურისაგან გადაესროლათ ქვეითი ჯარი, კავალერია, ჯავშნოსანი მატარებელი და მათ ხელთ არსებული თვითმფრინავები. ჭიათურაში აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის, აკაკი გამყრელიძის შვილი შოთა გამყრელიძე გადმოგვცემს. მამაჩემის ჩააბარეს ცხენოსანი რაზმი და წავიდა საბრძოლველად მათ წინააღმდეგ. პატარა, ასე ვთქვათ, პერესტრელკების შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ არმიას ის ვერ გაუმკლავდებოდა, უკან დაიხიეს, ჩამოვიდნენ ჭიათურაში, ჭიათურაში იქნა დაპატიმრებული. მეორე ნაწილი, ვინაიდან ამ აჯანყების კომიტეტს ეშინოდათ, რომ ოსეთის მხრიდან ჭიათურაში შემოვიდოდნენ კომუნისტები, ამიტომ იქ გაგზავნეს ერთ-ერთი გრიშა გამყრელიძე იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მეგვარე და მეზობელი. გრიშა გამყრელიძის რაზმი, მაგრამ როდესაც ჭიათურაში შემოვიდნენ კომუნისტების ჯარები, ადგილობრივი ეს სახელმწიფო ჯარები, გრიშა გამყრელიძემ თავის რაზმი წაიყვანა არის რაჭასი და იმერეთში, ყოფს საწალიკის მთა, იმ მთაში და გამაგრდნენ იქ და ნაცები რაღაცა მოტყუებები ამბები ესენი ჩამოიყვანეს, ჩამოიტყუეს ჭიათურაში და ყველა რა თქმა უნდა შეყარეს ციხეში. სანამ 29 აგვისტო გათენდებოდა, კომუნისტებმა ჭიათურაში ეგრეთ წოდებულ კონტრრევოლუციურ გამოსვლას ბოლო მოუღეს. კომუნისტურმა ხელისუფლებამ საგანგებო წესები გამოაცხადა. თუმცა 29 აგვისტოს აჯანყება მაინც დაიწყო მთელ საქართველოში. მაგრამ ეს გამოსვლა ერთიან წინამძღოლობას მოკლებული იყო და ცალკეულ კუთხეებში ლოკალიზებული აღმოჩნდა. 29 აგვისტოსვე ღამით კახეთის ყველა ეროვნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიპყრეს და დახვრიტეს. თბილისზე ორმხრივი შეტევის საომარი გეგმა 29-შივე გამოირიცხა. აღმოსავლეთიდან პოლკოვნიკ ცაგურიას შეტევა და ვაზიანის რუსული არტილერიის ხელში ჩაგდება არ გამოვიდა, რადგან დანიშნულ ადგილას მასთან საბრძოლო რაზმი არ გამოცხადდა. რაც შეეხება ქაქუცას იერიშს, ისიც ჩაიშალა, რადგან დროის გაჭიანურების გამო ქაქუცა ჩოლოყაშვილთან 600 მეომრის ნაცვლად 100 კაცმა ძილში მოიყარა თავი. იგი ჯერ მანგლისისაკენ წავიდა, მაგრამ ისიც გამაგრებული აღმოჩნდა. შემდეგ დუშეთი აიღო, საიდანაც ზემო კახეთში გადავიდა, მერე ქვემო ქართლში. დაახლოებით 10 დღე უტრიალა თბილისს, როცა დაწუნდა, რომ ყველა ცდა უშედეგო დასრულდებოდა. აჯანყების მეთაურ გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძესთან და რამდენიმე შებეცულთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა. ასე დაასრულა თავისი პარტიზანული ომი კომუნისტების წინააღმდეგ ქართველი არმიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ოფიცერმა. ჩოლოყაშვილს 1921 წლიდან მოყოლებული 3 წლის განმავლობაში 1 წუთითაც არ შეუწყვეტია შეერაღებული წინააღმდეგობა ოკუპანტების მიმართ.
ნოსტალგიით შეპყრობილი ქაკუცა შოლოხაშვილი რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. აჯანყებამ უფრო დიდი მასშტაბები დასავლეთ საქართველოში მიიღო. იგი განსაკუთრებით გურიას მოედო. ამას აჯანყების მეთაურის გენერალ ყარალაშვილის დაპატიმრებამაც ვერ შეუშალა ხელი. აჯანყებულება რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი დაიკავეს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურის მთავრობა აღდგენილად გამოაცხადეს და ოზურგეთ შეუძლიეს. თუმცა წითლების დასახმარებლად ბათუმიდან და სამტრედიდან მოსულ რაზმებთან შეტაკება მათი მარცხით დამთავრდა. 2 სექტემბერს მათ გააფთრებული ბრძოლებით უკან დაიხიეს და დღეს მისცეს თავი. იმერეთში ბრძოლებმა განსაკუთრებით შორაპანის მაზრაში მიიღო სასტიკი ხასიათი. აქ შეტაკებაში მონაწილეობას სტუდენტებიც იღებდნენ. ბოლოს მათაც ტყისაკენ დახევა მოუწია. გააფთრებით იბრძოდა სამეგრელო. გენერალ ტოპურიას ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა სენაკი აიღეს და სამტრედიისაკენ გაეშურნენ წითლებთან საუბარი. სვანეთიდან 500 აჯანყებულმა, რომლებსაც პოლკოვნიკი ნესტორ კარტაფხაძე და ბიძინა პირველი ხელმძღვანელობდნენ, 30 აგვისტოს ქუთაისსაც კი შემოუდგეს. მაგრამ ისიც საგანგებოდ იყო უკვე გამაგრებული და ბრძოლა სვანეთის მთებში განაგრძეს. საერთო ჯამში აჯანყება დაახლოებით 1 კვირა გრძელდებოდა. უკან დახეული აჯანყებულები ტყეებში და მთებში გამაგრდნენ და პარტიული კომიტეტის დირექტივებს ელოდებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ კომიტეტი უკვე აღარ არსებობდა. 4 სექტემბერს ცხეთაში დაიჭირეს მისი თავმჯდომარე კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და მდივანი იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველ სამი დღეს გავარსამართლებლად დახვრიტეს 24 პოლიტპატიმარი, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე იყვნენ დაკავებულნი. აგრეთვე დახვრიტეს რუსეთის ციხეებში გამომწყდებული 29 ქართველი, მათ შორის ნოე ხომერიკი, ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი და გოგიტა ფაღავა. განსაკუთრებული სისასტიკით კომუნისტები აჯანყებულებს ჭიათურაში გავუსწორდნენ. იქ მოუყარეს თავი ყველას, ვინც ხელში მოხვდათ. ბევრს ისეც, ვისაც აჯანყებასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. შეყარეს ვაგონებში, ვითომ თბილისში გამოძიებისათვის გასაგზავნად და მახლობელ სადგურ კვირილასთან დახვრიტეს. იქიდან გაიქცნენ ბევრი. გაიქცნენ და ერთ-ერთი კაცი შემოხვდა სრულიად შემთხვევით. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ ვაგონში და გაიქცა და წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყო ასეთი თქვათ რიგი, ორი რიგი აქეთ მდინარის მხარეზე იყო, ყვირილის მხარეზე იყო რუსის სალდათები, იქით მხარეზე იყოს ადგილობრივი კომკავშირები, მათ შორის ჩვენი ახლობლები და ნაცრებიც იყვნენ. როდესაც ეს მაჭარაშვილი, სტუდენტი მაჭარაშვილი გაიქცა, მოასწრო, გაიქცა იქითკენ სადაც მდინარისკენ ალბათ. რუსმა გადადგა და მიცაგზა. კაცო, ჩვენებმა დაუწყეს სროლა. შლობივი სლუჟივაც. ვიცი ის გვარებიც ყველაფერი. ახლა რა ვთქვათ? აპატიოს ღმერთმა ყველას. ხო და ახლობლები ჩვენი და მოარტყეს ამას თქვია. ეს კაცი გაიქცა, მივიდა გლეხს თხოვა, მე შემიფარეთ, მომდევენ უკან იქ და საცხარი ეკლებში, მაშინ ფეხში დაჭრილი შეიყვანა ამ გლეხმა სასიმინდეში და ფუჩეთში. ხო იცით, სიმინდის ნარჩევი ფუჩეთში დამალა. და უთხრა რომ წყალი მომიტანე, ვიხჩობ წყალი არ გაზრდებდე რომ მაშინ ვაგონებშია და ცივი ჭადი გეხნება 4 დღის უჭმელი და უსმელი ვარ. წავიდა და არ მოდის ეს კაცი, არ მოდის. ახლა ეს შეშინდა რა შეესაბა, გამოძრა ამ ფუჩედან და იქვე ახლოს ტყეში დაიმარა. ხედავს რომ მოდის ჭიშკარში შემოდის ეს გლეხი და მოყავს ცხენით მილიციანერი. წითელ არმიელებმა ვაგონებიდან ხალხის ჩამოყვანა შეწყვეტეს და მტკვია-ფრქვევის ჯერით დაახლოებით 100 ადამიანის შიგნით ჩაცხრილეს. ცოცხალი არც ერთი არ გადარჩენილა. ამ ამბის მცირე ჩანაწერი შემოგვინახა შემდგომში პოლიტიკურმა დევნილმა არჩილ ჟორდანიამ, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს. ხედავ რომ და ჩამოდგა ლიანდაგზე.
მოხსნეს ორთმოვანი და შეიქმნა ტყვიან მრგვევების კაკანი ქალების კივილი კაცების ყვირილი რაღაც საშინელი სურათი იყო. მუცელზე დაწოლილი ვადებნებდი თვალს ამბავს. შეწყდა სროლა და ხმებირის შემდეგაც მოვიდა ორთმოვანი და ვაგონი წაიყვანა. იქვე ნამბის წინ უკვე ორმოა მოეთხარა და დახვრეტილებს მიწას აყრედნენ. მიწა მოზრაობდა. შეიძლება დაჭრილების უმდგავ. შეწრწუნებული გავიქესით მე და ჩემი ძმა სათქმელსგან. იქაც გასხლიანებული ვაგონები ვნახეთ. იქვე სამხედროები ხელებს იბანდნენ. იმის შემდეგ სამი თვე ლოქინად ჩავარდი. მოდიოდა ეს ვაგონები აქედან დააყენა საგანად და ეს მომზადებული იყო ისინი. Ia polizia io, mandi la casa io, da. Da che ne so io, da vagone visti da che di vagone. Sai ci da che di giù. Ora. Da ma se me la video devo dici, ma che giochi da ma che giochi devi dai signora io. تماشای فرو است یکی سر نگاره این من این اخلاقی یا قراری زده بیدش საზღვარგარეთ გამომავალ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ ბრძოლაში იმ პერიოდში დაიბეჭდა ცნობა, რომლის მიხედვითაც აჯანყების პირველ კვირას კომუნისტებმა საქართველოში გაუსამართლებლად დახვრიტეს 3918 კაცი. თუმცა სისხლიანი ანგარის სწორება არც მერე შეწყვეტილა. სადამჟელო ოპერაციებში განსაკუთრებული სისასტიკით რევოლუციური კომიტეტისა და ეგრეთ წოდებული ტროიკის წევრები ლევან ღოღობერიძე და საშა ობოლაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც დახვრეტებს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ. თუმცა ობოლაძე სულ მალე მოწინააღმდეგეებმა მოკლეს. ჩეკაჯუხულებში დაახლოებით 1 წელიწადი მიმდინარეობდა აჯანყების მეთაურთა საქმის ძიება, რომლებიც იქ არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. საგანგებო კომისია იგივე ჩეკა მაშინ აქ იყო, ქალაქის ცენტრში, სადაც ახლა საცხოვრებელი სახლია. იგი 1991-92 წლებში თბილისის ომის დროს მთლიანად დაიწვა. საგულისხმოა, რომ როდესაც აქ მოგვიანებით საამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, მუშებამ მიწაში ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს. საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიას განცხადება პოლიტპატიმარი გენადი ბელთაძისაგან. უკვე 1 წელია, რაც ჩეკაში ვზივარ. ჩემი საქმის გამოძიება აქტიურად 10 თვის წინ დასრულდა. მე მეგონა, რომ საგანგებო კომისიას არ დასჭირდებოდა მოგონება აქედან ჩემი გადაყვანის შესახებ. აქ ხომ ისეთი პირობები პატიმრების ხედან, რომელთა საქმე გამოძიების სტადიაში იმყოფება. მოველოდით რითიდღე პირობების შეცვლას, მაგრამ ამაოდ ამდენი ხნის უჰაერობამ გამოუსწორებელი ვნება მიაყენა ჩემს ჯანმრთელობას. მწვავე სისხლნაკლულობა. ეს 25 წლის ახალგაზრდა წერს, გაითვალე 99 წელს დაიბადა მამა ჩემი. მწვავე სისხლნაკლებობა, რევმატიზმი, თვალების ავადმყოფობა, კუჭის კატარი, სურავანდი, ანუ ცინგა და სხვა. მერე მინაწერია, თუ ჩემს განცხადებას ყურადღებას არ მიაქცევთ, იძულებული ვიქნები მივმართო ბრძოლის ერთადერთ საშუალებას შიმშილს და ამრიგად შევამოკლო სიკვდილის ის თანდათანობითი და ნელი პროცესი, რომელშიც ვიმყოფები ამ 1 წლის განმავლობაში, ეს 1 წელიწადი. აი ასეთ პირობებში ყავდათ ჩეკაში 1 წელი. ნოემბერ-დეკემბერში იჯდა დედა ჩეკას ციხეში, ჩეკასთან არსებულ ციხეში, სარდაფში სადღაც და იგონებდა, რომ შვაღამე რო გადავიდოდა პირველი საათის მერე იწყებოდა გოდება. ვაიდედა მომკლეს, ვაიდედა მიშველე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გადაწყვეტილი მქონდაო, რომ ხელი რომ მომკიდო, აუცილებლად თავს მოვიკლავ. კაბის მანჟეტში ქონდა, სახელოს მანჟეტში ქონდა ნემსი დამალული თურმე, წვრილი ნემსი, რომ გადაეყლაპა, მაგრამ ჩემ დასაბედნიერო და მის საბედნიეროდაც ეს არ დარჩა ამის, ან ვერ გაბედა, ან ვერ გააკეთა, არ ვიცი ახლა მე ძალიან მერიდებოდა საერთოდ ასეთ რამეებს, შენთან მაინცა და მაინც არ ლაპარაკობ.
1925 წლის ივლის აგვისტოში საბჭოთა უზენაესმა სასამართლომ პარიტეტული კომიტეტის საქმეზე დაპატიმრებულ 47 ადამიანს განაჩენი გამოუტანა. ანდრონიკაშვილს, ჭავახიშვილს, ჯინორიასა და იშხნელს მიესაჯა დახვრეტა. მოგვიანებით მათ სასჯელი 10 წლის გადასახლებით შეეცვალათ. გადასახლება მიუსაჯეს გენადი ბელთაძესაც, რომელიც აჯანყებამდე იყო დაპატიმრებული. თუმცა მისი ოჯახის დევნა ამით არ შეწყვეტილა. 1937 წელს იგი გადასახლებაში დახვრიტეს. მოგვიანებით საქართველოში მისი ცოლის დააპატიმრეს და ტროეგის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. სამეულმა მას ბრალდებად ხმრის მენშევიკობა და მასთან ურთიერთობა წაუყენა. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა, ბავშვი, 8 წლის ბავშვი, ელოდება დედა, უნდა მოვიდეს და მოიყვანოს თავის პატარა ბაღიდან. ველოდე, არა, მე წამოგიყვანეს შენო, მეორე დღესო ის დიასახლის ვინც იყო ჩვენო, ბაისო ერქვა თურმე იმას. მეც კი მახსოვს ის ქალი მე ხო იქვის. ხო და ის წასულა და უთქვია თუ რომ დააპატიმრეს და მე ციხეში ნახეს და მე ციხიდან როცა თბილისში გამოგზავნეს თურმე აი მაშინ პალტო წაუღიო და შენც წაგიყვანეო. $1927 წლებში პოლიტპატიმრებს თბილისთან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით ხვდებდნენ. აქ ახლა თბილისი რუსთავის ავტომაგისტრალი გადის და მაშინდელისაგან განსხვავებით ეს ადგილი ტყით აღარაა დაფარული. პროცედურა ძირითადად არასამუშაო დღეებში ტარდებოდა. ჩეკადა პატიმრები ღამის 3-4 საათზე გამოხავდათ. აქ კი წინასწარ უკვე თხრილი იყო გაჭრილი, სადაც განაჩენის აღსრულების შემდეგ ცხედრებს შიქრიდნენ. აჯანყების მონაწილეები ლოკალურ გამოსვლებს არ წვეთდნენ. გურიაში ერთ-ერთი შეტაკებისას სირადის ხვან აჯანყებულებს უკან დახევა მოუწია. რაზმის წევრმა ვირონის ცინცაძემ თავს მდინარეში გადახტომით უშველა. თუმცა ჩანთახიდის მოაჯირს გამოედო, სადაც მისი საცოლის თამარის აი ეს ფოტო ინახებოდა. რამდენიმე დღეში თამარი დააპატიმრეს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვეს საქმრო გაეცა და ჩეკასთვის ჩაიგდო ხელთ. წაუყენეს ასეთი მოთხოვნა, რომ თუ დაგვაჭერინებ ერთი სიტყვით კარგი იქნება თუ არა და ციმბირი არ აღწდება და ორი კვირა მისცეს მოსაფიქრებლად. ოზურგეთის ციხეში გამომძიებელმა რომ ვერაფერი ვერ მოუხერხას აქედან უტრიალა აქედან, მერე თურმე თქვა ზუსტად ამ სიტყვებით, ჩააგდეთ დაბლა, ჩააგდეთ. ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც მუხლამდე წყალი იყო, ვერც დაჯდებოდი და ვერც გაიმართებოდი, დაჯდებით ვერ დაჯდებოდი, იმიტომ რომ სისველე იყო. და ზევიდანაც წყალი წვეთავდა. თამარი წერს. ნოემბრის თვეში მეტეხის ციხეში გადამიყვანეს. მეტეხი, ნარიყალას მთა, თათრის მოედანი. გადავცქერი თათრის მოედანს, თბილის. ნოემბრის თვეშივე გადამიყვანეს საგუბერნიო ციხეში ფეხის ტკივილის გამო. მახსოვს 1926 წლის თებერვალი ეტაპი. 3 ქალი, 300 კაცი საგუბერნიო ციხე. იქვე იდგნენ დედა, დები, მოკეთეები, რომლებიც გამაცილეს რკინიგზის სადგურიდან. შემდეგ სტოლიპინის ვაგონები, მოსკოვი, ბუტირკის ციხე. 1926 წელს მივიღე 3 წელი თავისუფალი გადასახლება ქალაქ ჩებოქსარში. გავიარე ყაზანის ციხეები და ვოლგით მივედი ჩებოქსარში. საბჭოთა კავშირში ახალი სტალინის ეპოქა იწყებოდა. კონტრრევოლუციურ გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო თითქმის უკვე მოღებული ჰქონდა. ვინც დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა, საზღვარგარეთ გაქცევით უშველა თავს. დავეციოთ და გავუსწროთ კაპიტალისტურ ქვეყნებს. ამ ლოზუნგის ქვეშ მილიონობით მშრომელი უკვე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის აღშენებლობით ბრძოლაში იყო ჩაბმული.
პატიმრა მირონის ცინცაძე და ისიც ციმბირში გადასახლეს. 1932 წელს ცინცაძეს პოლიტიზოლატორი თავისუფალი გადასახლებით შეხვდა. ალტაიში იგი შეხვდა თავის საცოლეს და დაქორწინდა. დაქორწინდით სექტემბერში. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. შემდეგ ჩემი გზა დაიყვანეს სხვა ქალაქში. 1933 წლის 18 აგვისტოს მე შემეძინა ქალიშვილი, რომელსაც დავარქვით ძიალა. მამამის ჯერ 2 დღის ანახა, ხოლო შემდეგ 3 თვის რომ იყო. დედა წავიდა მასთან 20 კილომეტრით ყოფილა ჩვენ ქალაქიდან დაშორებული, სადაც მამა იყო. შეხვდნენ ერთმანეთს 2 საათი ისაუბრენ და დედამ უთხრა რა ვქნა. დავამთავრე გადასახლების ვადა და მამას უთქვამს წადიო გურიაში, ეხლა მე რა ვიცი როდის გამომიშვებენო და საერთოდ თუ გამომიშვებენ აქედანო. მაშინ მითხრა მაკოცა და მითხრა თურმე რომ შე რო დიდი გაიზდებიო, გეტყვიანო ყავდა მამა, რომლისგანაც ერთი კოცნა დაგრჩევა და მართლაც ასე დარჩა. მირონის ცინცაძის მეუღლე გადასახლების ვადის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ცოტა ხანში ქმრის პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე კვლავ ციმბირში ჩავიდა. გადასახლებაში მათ მეორე ქალიშვილი ნინო შეეძინათ. დადგა 1927 წელი. სტალინური ხუთწლედების მანძილზე ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უძლიერეს ინდუსტრიალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. პარტიის მეშვიდმეტყველობა შეაჯამა საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მსოფლიო ისტორიულ გამარჯვებათა შედეგები. გაიმარჯვა მოძღვრებამ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების შესაძლებლობის შესახებ. აღსრულდა კაცობრიობის საუკუნო ოცნება. შრომა იქცა საპატიო საქმე, ღირსების საქმე, მამაცობისა და გმირობის საქმე. სოციალიზმის ველა უდიდესი გამარჯვება განმტკიცებულია სტალინურ კონსტიტუციაში. სტალინი ეს არის ლენინი დღეს. სტალინთან მოაქვს ხალხს თავისი სიყვარული და სიხარული. ჩვენ მივყვებით სტალინს, როგორც ლენინს. 10 წლიანი გადასახლების შემდეგ ცინცაძის ოჯახი საქართველოში წამოსვლისთვის ემზადებოდა. კარებზე რომ დააკაკუნეს, ვგრძნობდით, კარგი არაფერი გველოდა. თებერვლიდან დაპატიმრებები მიდიოდა უკვე. ბარგის დიდი ნაწილი საქართველოში გქონდა გაგზავნილი. ჩვენც ემზადებოდით წასასვლელად, მაგრამ ბედისწერა ბოროტი დემონივით გვხვდებდა. ოთახში 4 კაცი შემოვიდა. გადააბრუნეს ყველაფერი. გახსნეს შეკრული ბარგი, ვერაფერი ნახეს. ბოლოს მიუბრუნდნენ ჩემს ქმარს და უთხრეს. მოემზადეთ, ჩვენთან უნდა წამოხვიდეთო. უცებ მოეშვა კაცი, მოტყდა, თითქოს დაბერდა. სკამზე მძიმედ ჩამოჯდა და თავი ჩაჰკიდა. მერე 1 წლის ნინიკოს საწოლთან გაჩერდა და თქვა: არ დავამახსოვრდები ჩემს გოგოს, პატარაა. და უკან მოუხედავად გავიდა. სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს. წავიდა საწყი, წაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიუსაჯეს დახვრეტა სამეულმა. 30 ოქტომბერს ეს განაჩენი მოიყვანეს სისულეში. არაფერი არ იცოდა, დედა ისე ჩავიდა მიწაში, ეს არ იცოდა. შემდეგ რო წაიყვანეს მამა, მეორე დღიდანვე დედა ჩემი დარბოდა იქეთ-აქეთ, დაეძებდა გზას, კვავს, ვერაფერი ვერ გაიგო. სიკვდილის ჟილებთან მე ვიღაც ეტყოდა. მრავალი ძებნის მიუხედავად, იმ დღის შემდეგ თამარმა ქმრის ასწავლო დასავალს ვეღარ მიაგნო. კი პატარა ნინო, რომელსაც წიხალილი ჰქონდა, გაცივდა. ერთ საღამოს ბავშვის სახლში სიცხის გულით შემომხედა კრიალა თვალებით და მაშინვე ექიმს გავასინჯე. დიაგნოზიც დაუსვა ფილტვების ანთება. მეორე დღესვე საავადმყოფოში გადავიყვანე. ნინიკოს დასევდინებულ თვალ ხატულა წამწამებს, გარეთ ყინავს. საქართველოში ახლა ოქროსფერი შემოდგომაა. არ ვშორდები ბავშვის საწოლს. მამამისის შესახებ რამდენი განსაცდელი გადავიტანე. დაპატიმრება, დაკითხვები, ციხის კედლები, გრძელი ეტაპები.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მშობლების სიკვდილი, მაგრამ ასეთი საშინელების წინაშე არასოდეს მდგარ ვარ. დღეს უგრძნობლადაა ბავშვი. ხმასულ ჩაუტყდა. თვალები უბრწყინავს, სტერილიც აღარ შეუძლია. 2 დღეა ლოგინზე არ დამისვამს. საბანში გახვეული მიჭირავს ხელში და ვატარებ. უცებ თვალები ფართავდა ნინიკოს. შუშასავით გამჭვირვალე გაუხდა. შორს, ჩემ ზოგს უკან დაიწყო ყურება. შეამცირდა, აფართხალდა. ნინიკო, ჩავიკარი გულში. დაუწყე კოცნე ჩემს მაგიერ, მამის მაგიერ, ძიალას მაგიერ. გავიხსენი საკინძე და ძუძუ ჩაუდე პირში. თან სულიკო ვუმღერე. ხედავდი როგორ იცვლებოდა ბავშვი. არამიწიერი შუქი ეფინებოდა სახეზე, ჩალისფერ თმებზე. მე კი ვუმღერდი უკანასკნელად. სახლში დაბრუნებულს ისევ ისე დამხვდა ყველაფერი გადაბრუნებული როგორც შხეკისას. მხოლოდ ძიალას სურათი აღარა. ძარიელია ჩარჩო კედელზე. იგი მამამის უდევს ჯიბეში გულთან. თუ კიდევ ფეთქავს მისი გული. საქართველოში წამოსვლის წინ სასაფლაოზე ავედი და ნინიკოს შევფიცე, რომ აუცილებლად მივიდოდი მასთან. დავბრუნდებოდი, თუ ცოცხალი დავრჩებოდი. თამარმა შვილისათვის მიცემული ფიცი ვერ შეასრულა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი ცოტა ხანში დააპატიმრეს. თურმე ღამის პირველ საათზე ბერიას კაბინეტში მე მოგიყევი თქვენ. სის ბერია თურმე წეს რაღაცას თავისი პენსეთი. გვერდით უსის რუხაძე წითელი ხალათი ეცვაო. გახსნილი. გვერდით დიდი მათრახი, ასეთი სახელოები დაკარწახებული თურმე, მასავით, ყასაბივით და ვაშ ჭამდაო ესე მახსოვსო იმის ისო ყბების ვზივარ ესე იგი 1 საათი კინაღამ გადმოვა ამიდან უცებ მეკითხება ვეო ცინცაძე ეხლა რო გაგიშვათ საწავალთ საწავალო დედას უთქვია ნუ 1 შვილი დამჭაო და იმასთან წავა თუ გამიშვებთ ტერი რო შეხვდეს რასიზამ ნუ დამარტყა თავშიო ეხლა მე ესენი ადბას შპიონობას მალებენ და მიშვებენ ნამდვილად იმიტომ რომ მე როცა დაჭირდებათ ერთი სიტყვით გამათენებინეს ამის სახეში არ შემხვდება რო შეხვდეს რასიზამ არ შემხვდება და ბოლოს რუხაძე მითხრაო რომ ისო ცინცაძეო ჩვენო სხვა საშუალებაც გაგვაჩნია საუბრის გარდაო რომ აგალაპარაკოთ თქვენ გამოუშვით ხრეს ტერი შეხვდება შეგვატყობინებ და მე შენ თავს დააბრალე თანამშრომლობაზე უარის შემდეგ ხანშანზე კლავდი ბრალად კონტროლი ძობა და ციხიდან გაქცეულ ქმართ შეხვენეს და ისწრება მიუსაჯეს. არა და მირონის ცინცაძე უკვე დიდი ხნის დახრეტილი იყო. დაიაფე დიდხანს გარდა ბოლოს ვერ შევძელიო სიარულიო და დაცულა და რო დაცემულა აქვს ესე იგი მათრახით უცემია რომ ადექიო მაგრამ ვერ ავდექიო და სპეციალურად ყოლია ძაღლები შეხედავდა რომ არ შეეძლო სიარულა მართლა აღარ შეეძლო მე ეს ძაღლები მიათრევდა თიმამდე ზონამდე სადაც გადაყავდათ ეს პატიმრები თამარ ცინცაძემ რეაბილიტაცია საბოლოოდ 1956 წელს მიიღო. იგი მოხუცებულ ასაკში 19 წელს თბილისში, ქალიშვილის სახლში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე მას ერის პედურიც არ გამოუთქვა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქმრის მისამართად. მირონის ცინცაძის რეაბილიტაცია 1980 წელს მიიღო. ცნობაში სიკვდილის დახვრეტის წინ თავი დამნაშავედ სცნო. და ეხში რო დივარ, მთვის ის ტერიტორიას ტაძარი და იქ ოქრივას ისა წმინდათა ასე მგონია რომ ჩემებს ხდები იქა. და ასეთი ბრძნობა მაქვს რომ თითქოს მამასთან ველოდები მაინც და მაინც
წინწაძეების ოჯახის განადგურების ისტორია ერთადერთი და გამონაკლისი არ არის. აი ეს ბრძოლა ამ 15 კაცისა. ეს აჯანყება 1900-ი იყო. აჯანყებაც არის ხანდახან კანონიერი, ვინაიდან მიზნად ისახავდა ძალადობით დამყარებში მის და საქართველოს კანონიერი წლების აღდგენას. ბოლშევიკებიო ალბათ 60-70 წელი იქნებიანო. მე მაგათო არ უწერიაო მაგათ ყოფნაო, ეგო არ შეუძლია მამა. ესე იგი ზუსტი ვარაუდი და ზუსტი პროგნოზი, მაგრამ თავარი რა არის, მან იცოდა რომ ის ვერ მოესწრებოდა ამას და აი ამაზე მიდიოდა ეს ხალხი. კამერაში საცა ბიძაჩემი იყო, შემდეგ მაპმრებ გამოიტანეს ამბავი რომ ბიძაჩემის დაწერილი ტიტულზე აფორიზმი კედელზე ილასკირილი იყო ლევან კრიმიანშვილის შობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელობა. სხვადასხვა არაოფიციალური მებით 1921-38 წლის ერებად რაოდენობა 50,000-დან 150,000-მდე მერყეობს. უშიშროების სამინისტროს ცნობებით ამ პერიოდში დაეხვრიტა 13,276 პირი. მათი ოფიციალური განცხადების გამო ვერ ხერხავს 21-36 წლებში დახვეწა და სხვა რეპრესირებულ პირთა საერთო რიცხვის დადგენა. საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა ბოლომდე არ გახსნეს ის ცნობები, რომლებიც დღემდე ჩაკეტილს ეება.